მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა მათემატიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 8. ქვემოთ მოყვანილ უტოლობებიდან რომელია ჭეშმარიტი ყველა ისეთი A და B რიცხვებისათვის, რომელთათვისაც A მეტია B-ზეო. ხო, ესე იგი ჩვენ გვაქვს შემდეგი პირობა, რომ A მეტი არის B-ზე. და შევხედოთ A ვარიანტს. A-ს თუ შევხედავთ, A-სთვის ესე იგი A კვადრატი მეტი არის თუ B კვადრატზე უნდა გავარკვიოთ. ეს ნებისმიერი ისეთი A და B-სთვის უნდა შეგვისრულდეს, როცა A მეტი არის B-ზე. მოდით პირობითად ავარჩიოთ ისეთი რიცხვები, დავუშვათ A იყოს, A უდრიდეს -2-ს, ხოლო B უდრიდეს -3-ს. მაშინ, A ნამდვილად მეტი არის B-ზე, -2 მეტი არის -3-ზე, თუმცა აქედან A კვადრატი უდრის -2 ჯერ -4-ს, B კვადრატი უდრის 9-ს და როგორც ხედავთ, აქედან ნამდვილად არ გამომდინარეობს, რომ A კვადრატი მეტი არის B კვადრატზე, რადგანაც 4 9-ზე მეტი ნამდვილად არ არის. შესაბამისად, A პასუხი გამოგვერიცხა. ეხლა B-სთვის შევხედოთ, B-სთვის შეგვიძლია იგივე რიცხვები გამოვიყენოთ, ნახეთ. A-ს მოდული რა იქნება? A-ს მოდული იქნება, A-ს მოდული -2-ის მოდული იქნება 2 და B-ს მოდული იქნება 3. აქედანაც ნამდვილად არ გამომდინარეობს, რომ A-ს მოდული მეტი არის B-ს მოდულზე, რადგანაც 2 მეტი ვერ იქნება 3-ზე, ხო? ესეც გამოგვერიცხა. ხო, რაც შეეხება G-ს. ხო, G-სთვის ეხლა G-ს თუ შევხედავთ, ეს არის A კუბი და B კუბი გვაქვს. ესე იგი, განვიხილოთ, მოდით ასეთი ფუნქცია y უდრის x კუბს, რომელსაც აქვს შემდეგი სახე, დავხაზოთ. ეს არის y ღერძი, აღარ არის x ღერძი. y უდრის x კუბი მთლიანი თავის განსაზღვრის არეზე არის ზრდადი ფუნქცია. ხო, თამკაცრად ზრდადი ფუნქცია, ასეთი სახე აქვს. და გამომდინარე იქიდან, რომ თუ ნებისმიერად x ღერძზე ავარჩიოთ არიცხვი, თუ ეს არის ნებისმიერად არჩეული არიცხვი და გამომდინარე იქიდან, რომ რიცხვით ღერძს განვიხილავთ და A მეტი არის B-ზე, მაშინ B რიცხვი უნდა იყოფებოდეს A-ს მარცხნივ, ხო? A-ს მარცხნივ აქ უნდა იყოფებოდეს. შესაბამისად, A-ს მნიშვნელობა ეს არის უკვე. A-ის მნიშვნელობა არის A კუბი. ხოლო ეს მნიშვნელობა არის B კუბი. ეს A და B არის ნებისმიერად არჩეული, შეგვეძლო პრინციპში მოდით აქეთაც გავარჩევ. ეს არის დადებითი A და B-სთვის, აქ შევამოწმეთ, მოდი აქეთ შევამოწმეთ, ნახეთ. აქ იყოს A, იყოს A, მაშინ აქ იქნება B, სადღაც აქ, ნებისმიერად არჩეული B და B. ეს დადებითებისთვის გავარკვიეთ. A-ს მნიშვნელობა არის ეს იქნება მაშინ A კუბის მნიშვნელობა. ეს იქნება ჩემო ბატონო, სად არის? აი, სადღაც აქ არის. ეს არის B კუბის მნიშვნელობა. ამ შემთხვევისთვისაც A კუბი მეტია B კუბზე და ამ შემთხვევაში A კუბი მეტი არის B კუბზე. შესაბამისად, ნებისმიერად არჩეული x ღერძზე A და B რიცხვისთვის, თუ A მეტი არის B-ზე, ყოველთვის გამოგვდის, რომ A კუბიც მეტი იქნება B კუბზე. შესაბამისად, პასუხი იქნება G.